EBRD-ის შემდეგ საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებისთვის ემზადება 15 და 16 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს. პრემიერის ინიციატივით დაარსებულ ფორუმს მაღალი დონის შეხვედრებსა და მინისტერიალს 700-მდე სტუმარი უნდა დაესწროს, რომლებიც აბრეშუმის გზის მომავლით არიან დაინტერესებულები. მათ შორის იქნებიან როგორც სახელისუფლებო წრეების, ასევე მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები. ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი ეს არის სფეროები, რომლებშიც ფორუმის მონაწილეები თანამშრომლობის გეგმებს დასახავენ და ერთად იმსჯელებენ, რა პოტენციალი ექნება საქართველოს აბრეშუმის ისტორიული გზის აღდგენის შემთხვევაში. ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოებით ლევან კვატაშიძე დაინტერესდა. როგორი აბრეშუმის გზის აღდგენის პერსპექტივა და რა სარგებელს მოუტანს ეკონომიკური კორიდორის ფორმირება საქართველოს. თბილისი მაღალი დონის ფორუმისთვის ემზადება, რომელსაც პარლამენტის შენობა უმასპინძლებს. მზადება რუსთაველის 8 ნომერში უკვე დაწყებულია. პარლამენტში ფორუმისთვის ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. სწორედ საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება 2 დღის განმავლობაში დისკუსია საერთაშორისო თემებზე. აბრეშუმის გზის შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. ფორუმის ერთ-ერთი მიზანია ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა. ისთვისაც დაგეგმილია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ისეთი საკითხები, როგორიც არის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება, ლოჯისტიკის მოწყობილება, სავაჭრო ხელშეწყობა და რა თქმა უნდა ქვეყნებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა ამ მიმართულებით, რათა მივიღოთ ყველამ სარგებელი და ამ ესე რომ ვთქვათ გამართულობით. საქართველოს გააჩნია უდიდესი პერსპექტივა, რადგან არის უმოკლესი გზა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ და სწორედ ამ პოტენციალზე იქნება საუბარი და ამ პოტენციალის განვითარებაზე. ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი 15 ოქტომბერს გაიხსნება. თბილისში 30-მდე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი, 20 საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ჩამოვლენ. ჯამში 700-ზე მეტი უცხოელი სტუმარი. ფორუმი რუსთაველის თეატრში გაიხსნება და კონკრეტულ თემებზე შეხვედრები პარლამენტში გაგრძელდება. საერთაშორისო ღონისძიება მთავრობის ინიციატივით იმართება და აბრეშუმის გზის ახალი შესაძლებლობების წარმოჩენას და სწორ ათვისებას ითვალისწინებს. საქართველოსთან ერთად აბრეშუმის გზის ფორუმის თანაორგანიზატორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, ამერიკის საელჩო და მხარდამჭერი აზიის განვითარების ბანკია. პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ამერიკის ელჩის მოადგილე მიიჩნევს, რომ თბილისის ფორუმი პირველ რიგში ქართულ ეკონომიკაზე აისახება დადებითად. აბრეშუმის გზის ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს და რეგიონის ეკონომიკა, სავაჭრო და საბთოობის განვითარებისთვის. ძლიერი ეკონომიკა ქვეყნის საბთოობის ფუძემდია. ეს არის ფორუმი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვაჭრობა, ეკონომიკა, ლოჯისტიკა, განხილული იქნება ყველა თემა, რომელიც აბრეშუმის ახალი გზის პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. როგორ შეიძლება გახდეს საქართველოს სანდო სატრანზიტო ქვეყანა ენერგორესურსებისა და ტრანსპორტის თვალსაზრისით. ამ თემაზე პრემიერმა ჯერ კიდევ დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე ისაუბრა და ტრანსკონტინენტური გზის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. რამდენიმე თვის წინ საპილოტე მატარებელი ჩინეთიდან საქართველოში ჩამოვიდა 9 დღეში. ეს იყო პირველი საცდელი მატარებელი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ტრანსპორტირების დრო შემცირდება, ასევე 7000 კილომეტრით შემცირდება დისტანცია. ანუ აქ ლაპარაკია ფულის დაზოგვაზე, დროის დაზოგვაზე. ასე რომ ვთვლი, რომ საქართველოს შეიძლება იყოს ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს ჩინეთიდან და ზოგადად აკავშირებს აზიასა და ევროპას ამ უმოკლესი მარშრუტის მეშვეობით. თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს ერთ კვირაში უმასპინძლებს. ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება მხარეებს შორის თანამშრომლობის დეკლარაციის მიღებით დასრულდება.